სახელითა მამისაით, დაცისაით, და წმინდისა სულისაით. ყოველი ქრისტიანული დღესასწაული ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს. ყოველი ქრისტიანული დღესასწაული გვაიძულებს თუ ღრმად ჩაუკვირდებით, გვაიძულებს რომ ძალიან აქტიური ვიყოთ სულიერ ცხოვრებაში. როგორც ხშირად გითხოვს, ვიყოთ აქტიური მაძიებელი იმისა, ვინც ვირწმუნებთ, ვისი ძალითა და მადლითაც ჩვენ ქრისტიანები გვქვია, ვისი ძალითა მადლითაც ეკლესიაში ვდგავართ და სულიერ ცხოვრებას ვცდილობთ. დღევანდელი დღეც ესეთია და ამგვარია. ჩვენ ამ დღესასწაულზე, როცა ეს დღე მოაწევს ხოლმე, ყოველთვის ბევრს საუბრობ და ყოველთვის აქცენტს იმაზე ვაკეთებთ, რაზეც დღეს გავაკეთებთ. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმეს ვიმეორებთ. იმიტომ რომ ეს პრობლემა, რომელსაც ღმერთის ძიება და ცოცხალ ღმერთთან შეხვედრა და მასთან პიროვნული ერთობა ქვია, ეს პრობლემა უმთავრესია სულიერ ცხოვრებაში. უმთავრესია ქრისტიანობაში. სამწუხაროდ ეს პრობლემა გადაუჭრელ პრობლემად რჩება თითოეული ჩვენთაგანისათვის. მაგრამ მის გარეშე ჩვენს რწმენას ფასი ეკარგება. მის გარეშე ჩვენ ვერ ვიწოდებით ქრისტიანებად. მის გარეშე ჩვენში არ იქნება სიცოცხლე და ის სიხარული, რომელიც სულიერ ცხოვრებას თანსდევს. მის გარეშე არ იქნება გამარჯვება ცოდვაზე, დაცემულ ბუნებაზე, ყოველგვარ ბოროტებაზე. მის გარეშე არ იქნება ძლევა ის საკვირველი ყოველივე ამ ბოროტებაზე, რომელიც არსებობს ამ წუთის სოფელში და მის გარეშე ვერ იქნება არა უბრალოდ მონობა, არა უბრალოდ მეგობრობა, არამედ შვილობა უფლის. რა თქმა უნდა, მეგობრობაცა და შვილობაც შეიძლება ვიღაცა მეფიქროს ძალიან ხმამაღალი სიტყვებიაო თითოეული ჩვენთაგანისათვის ძალიან ხმამაღლად ნათქვამი, მაგრამ ეს არის ქრისტიანობა. ღმერთი ადამიანად იმიტომ მოვიდა, რომ მეგობარიც გვიწოდოს, თანამემკვიდრეც და შვილიც. თითოეული ჩვენთაგანი მადლით არის მორწმუნე. თითოეული ჩვენთაგანი მადლით არის დღეს მოსული ეკლესიაში და საერთოდ და დღესაც და თითოეული ჩვენთაგანი მადლის მიერ ეძებს ღმერთთან ერთობას, მაგრამ თითოეული ჩვენთაგანი თავის ძალისხმევას სრულად უნდა იყენებდეს იმისათვის, რომ ეს მოხდეს. ხშირად გვითხოვს, ადამიანი, რომელიც მხოლოდ პასიურ როლს ასრულებს ღვთისმსახურებაში, რომელიც მხოლოდ იმ განწყობით მოდის, რომ მადლი მიიღოს თავისი საკუთარი ძალისხმევის გარეშე. მხოლოდ იმ განწყობით არის, რომ საიდუმლოებასთან მიახლებით ცოცხალ ღმერთს ეზიაროს. ძალიან ცდება, იმიტომ რომ ცოცხალ ღმერთთან ზიარება შესაძლებელი მხოლოდ მაშინ არის, როდესაც შენ პირადად ცდილობ მასთან ურთიერთობას და ყველაფერს აკეთებ ამისათვის. და რა ყველაფერს? უფალმა მოგცვა მცნება, რომელიც არსია საერთოდ სულიერი ცხოვრებისა, რომ გვიყვარდეს ღმერთი მთელი ჩვენი არსები. ჩამოთვლის ადამიანური ბუნების სხვადასხვა ნაწილებს და მთელი ჩვენი არსებით ღმერთი გვიყვარდეს. და ეს ჩვენს ყოველდღიურობაში უნდა ვლინდებოდეს. ჩვენ უნდა ცდილობდეთ, რომ ჩვენში გაცოცხლდეს ის, რაც ღმერთმა საზოგადოდ გააკეთა. და ეს ჩვენს ყოველდღიურობაში, როგორც გიმეორებ, თუნდაც როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ, ვიძინებთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რასაც არ უნდა იქმოდეთ, ყველაფერს ღვთის სადიდებლად იქმოდეთ, ხოლო ღვთის დიდება ეს არის მასთან ერთობის ძიება. სულმა მირქმელი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. რა თქმა უნდა, მას ცოდნას და მეტიც ჰქონდა სარწმუნოებრივ საკითხებში იმ დროის თქვათ შეფასებით, მაგრამ მეორე მხრივ იგი ჩვეულებრივი ადამიანია. მან რა თქმა უნდა წმინდა წერილი გაცილებით უკეთ იცის ვიდრე ჩვენ.
მაგრამ იგი მაინც ჩვეულებრივი ადამიანია. და ის რაც ჩვენ ვიცით, რა თქმა უნდა, მან არ იცოდა. ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით. ის რაც მან იცოდა, მას იყენებდა, ხოლო ჩვენ რაც ვიცით, მას არ ვიყენებთ. ჩვენში ძალიან სერიოზული პრობლემაა განათლება და ცოდნა სარწმუნოებრივ საკითხებს გულისხმობ, მაგრამ მეორე მხრივ ამაზე არანაკლებ სერიოზული პრობლემაა, როცა ვიცით და ვერ ვიყენებთ. იგივე ჩვენ სამრევლოზე შეიძლება ითქვას. მე ესე მგონია, რომ ძალიან ბევრმა თქვენთაგანმა ძალიან ბევრი რამე იცის თეორიულად. მაგრამ მისი გამოყენება თითქმის შეუძლებელი ხდება ხოლმე თქვენს მიერ, მხოლოდ ერთი მიზეზით, ძალისხმევა. ძალისხმევა არ არის თქვენი მხრიდან გამოყენებული, არ იხარჯებით, არ ცდილობთ და კიდევ ერთი არჩევანიც არ აქვს მრავალ თქვენთაგანს გაკეთებული. სიმონ მირქმელი ხვდება ქრისტეს. ჩვენ ვიცით ეს სასწაულებრივად მოხდა, იმიტომ რომ უამრავი ბავშვი შემოდიოდა მაშინ ტაძარში და რომ არა ღვთისმადლი იგი ვერ მიხვდებოდა, ადამიანური თვალით შეუძლებელი იყო მას გაეგო თუ ვინ არის, ვინ შეიძლება ყოფილიყო ღვთისმხებული. მადლით ხვდება, მაგრამ მადლით არის მისული. და თვითონ ის ფაქტი, რომ ეს შეხვედრა მოხდა, როცა აი ამდენი ბავშვი მიდის ტაძარში და თქვენ იცით, რომ ისრაელში მხოლოდ ერთი ტაძარი არსებობდა, დანარჩენი ყველა სალოცავი სახლი იყო უბრალოდ და რამდენი და ყოველი ბავშვი, რომელიც იბადებოდა, იქ მიყავდათ ყოველი პირმშო. წარმოიდგინეთ, რამდენი ბავშვი შეიძლება იქ მოსულიყო დღის განმავლობაში. ამიტომ სავსებით შესაძლებელია ეს შეხვედრა არ მომხდარიყო, მაგრამ ეს შეხვედრა ხდება. და აი მე მინდა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით და წმინდა წერილი როგორ ახასიათებს მართალ სვიმეონს, მინდა რომ ეს ყველაფერი ჩვენზე გადმოვიტანოთ და ეგება ჩვენთვის გაახდეს მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ კიდევ ვიმეორებ, აქ ახალს არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ამ სახარებას ჩვენ კითხულობთ პერიოდულად და ვიცით. კიდევ ერთხელ გავახსენოთ საკუთარ თავს, თუ როგორნი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც ერთხელ მაინც მოხდეს შეხვედრა უფალთან და თუ ერთხელ მოხდება და თუ უფალი არ გაგვიყვანს, ეს გამეორდება და გამეორდება და მარადისობაში გაგრძელდება. როგორ ახასიათებს წმინდა წერილი ლუკა მახარებელი სვიმეონს? კაცი იერუსალიმსაშინა იყო, სახელი სვიმეონ და ორ რამეს ამბობს, ბევრს და ასე იწყებს, მართალი იყო და მოშიში უფლის. მართალი და მოშიში უფლის. ჩვენ წეგან თქვით, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ჩვენს სულიერ ცხოვრებას ახლავს, ეს არის გადაწყვეტილების არ მიღება. ამას მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით. ჩემ თავზეც ვიცი ეს და თითოეულ თქვენთაგანზე, ბევრ თქვენთაგანზე უпроსწორად. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცით, ბევრი რამე უпроსწორად იცით. მიუხედავად იმისა, რომ მადლის ქვეშ იმყოფებით. თქვენ ცხოვრებას ძალიან ხშირად არაფერი ეტყობა, ან თუ ეტყობა ძალიან სუსტად, ცოტათი და მიზეზი ერთადერთია და ვერ უძლებთ განსაცდელებს საცდური სახით მოსულს თუ სიტკბოების სახით მოსულს, იმიტომ რომ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი? იყოთ ერთგულნი უფლისა, მიიღეთ რა, გებოძათ რა რწმენა, გააკეთეთ რა ერთხელ თითქოს და არჩევანი, ოღონ ისე მსუბუქად, შეიძლება ასე ითქვას, რომ იყოთ ქრისტიანები, ეს გადაწყვეტილება სისრულეში არ არის მოყვანილი. ამიტომ თქვენი სიმართლე სარწმუნოებაში, თქვენი სიმართლე რელიგიურობაში, თქვენი სიმართლე ქრისტიანობაში საეჭვო ხდება. იმიტომ რომ მართალი ადამიანი არ ღალატობს ქრისტეს. მართალი ადამიანი განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც განსასწრებს გძნობს და მართალი ადამიანი წინასწარ გძნობს ხოლმე განსასწრებს. შინაგანი რელიგიური სულიერი ინტუიციით, რომ აი აქ რაღაც ცუდია. ანუ სანამ გულის თქმა ჩვენზე გაბატონდება, ის ჯერ შემოდის და აზრის სახით და ცდილობს რაღაცნაირი ფორმით მასთან დიალოგში შეხვიდე, დაინტერესდე, მიიღო, განიცადო, შეიტკბო და შემდეგ განახორციელო. მართალი ადამიანი გძნობს ბოროტის მანქანებას ყოველთვის ასე დროს. მართალი ადამიანის გული ყოველთვის ქრისტესთან, ქრისტეზეა მიწებებული, შეიძლება ასე ითქვას და არასდროს ცილდება მას. მისი ცუნთქავს, მის ნაირად, ანუ ქრისტესნაირად ხედავს, განიცდის, ყოველ მოვლენას ქრისტეს მიერად აფასებს. ეს არის ქრისტიანული სიმართლე.
და ამას ჭირდება კიდევ ვიმეორებ გადაწყვეტილების მიღება ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დასვა. Რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბრძოლა გაგრძელდება და შეიძლება უფრო სასტიკიც კი იყოს. ალბათ ესეც იქნება, უფრო სასტიკი იქნება ეს ბრძოლა. ბოროტი უფრო გამძვინვარდება. ისეთ რამებს დაგახვევს და მოიფიქრებს შენზე, რომ გაოცდები, გაოგდები, მაგრამ არ დაუთმობ. და თუ მოხდება და რაღაც წამის ყოფაში გძლევს და წაგაქცევს, იმ წამსვე წამოხტები. არ დაწვევი, არ ჩაწვევი. და წუმპეში წოლით არ ინეტარე. მართალ ადამიანს ცოდვის ჩადენისაც კი არ ეშინია, იმიტომ რომ ეს ცოდვა მის შიგნით ვერ შეაღწევს. გარედან მიეწებება როგორც ციბინძურე, ადგებად ჩამოიფერთხავს და გზას გააგრძელებს. ჩვენი ეს უმთავრესი პრობლემა. მართალნი არა ვართ, იმიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ არ მიგვიღია გადაწყვეტილება ბოლომდე უერთგულოთ ქრისტეს და ბოლომდე ერთგულება ნიშნავს შეიძლება ეს ამ წუთში შეიძლება არ გვიდგას ეს, მაგრამ თავგანწირვამდე წასვლას. თუმცა თავგანწირვამდე წასვლა ამ გადაწყვეტილებას ახლავს, იმიტომ რომ ჩვენი დაცემული ბუნება ძალიან ეწინააღმდეგება ამ ყოველივეს. მართალი იყოს ვიმეონი და მოშიში უფლისა. სიმართლე აუცილებლად ვლინდება ღმერთთან სწორ ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, სიმართლე ვლინდება ადამიანებთან ურთიერთობაშიც. მაგრამ იგი აუცილებლად ვლინდება სწორ ურთიერთობაში ღმერთთან მოშიში უფლისა. მოშიშობაში ბევრი რამე იგულისხმება. რა თქმა უნდა, იგულისხმება სიყვარულის ღვთისა. მაგრამ ამავე დროს იგულისხმება სიმდაბლე. საკუთარი თავის ადეკვატური აღქმა, საკუთარი ცოდვილობის განცდა, გულის შემოსრულება, წმინდა გულის საკუთარ არსებაში წმინდა გულის არსებობის სურვილი, რომ გული წმინდა დაბადდა, როცა ჩვენ ამ სიტყვებს ვამბობთ, ეს სიტყვები იყოს მართლაც გულიდან ამოსული. ამგვარი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად სწორი, ლოგიკური, ნამდვილი, იმიტომ როგორ შეიძლება ადამიანს კონდეს გარკვეული კადნიერება, რომ ღმერთთან ურთიერთობა აქვს, ან ცდილობდეს და არ კონდეს იმის განცდა, თუ ვინ არის ადამიანი ყოვლა წმინდა ღმერთის წინაშე. როგორ შეიძლება მას კონდეს ურთიერთობა ღმერთთან და ეს არ იყოს მისთვის ერთგვარი ეს ურთიერთობა არ იყოს მისთვის ერთგვარი სარკე, სადაც ყოველი დაცემული ბუნების ყოველი ნაკლონობა გამოჩნდება და დანახული იქნება ჩვენს მიერ. ამგვარი ურთიერთობა ღმერთთან, რა თქმა უნდა, იწვევს შიშს, არა იმის გამო, რომ ღმერთი ჩვენი მკაცრი მსაჯულია, არამედ შიშს მისი სიწმინდიდან გამომდინარე სიდიადისა გამო და ჩვენი უღირსობისა გამო. შიშს, რომელიც სიყვარულთან თანაზიარია. შიშს, რომელიც იმედთან თანაზიარია, იმიტომ რომ შენ აცნობიერებ საკუთარ თავზე ვინ ხარ ღმერთის წინაშე და ამ დროს გაოცებული ხარ, როგორ უყვარ ხარ ასეთი და ამგვარი. ასეთი ადამიანი შორს არის ხიბლისაგან. ასეთი ადამიანი თავის ქრისტიანობას აუცილებლად ადასტურებს მოყვასთან ურთიერთობაში სიყვარულით. როდესაც ტკივა მოყვასის, როცა უხარია მოყვასის, როცა არ აღიმაღლებს მოყვასის წინაშე თავს, ბუნებრივიც არის, რადგან შენ ქრისტეს წინაშე არ აღიმაღლებ თავს და სიმდაბლეში იმყოფები, ასევე ვერ აღიმაღლებ ქრისტეს ხატის წინაშე თავს და იქაც მდაბალი იქნები. ესეთი არის ადამიანი ღვთის მოშიში და მართალი. სიყვარულის დეფიციტი. ჩვენ კარგად თუ ჩაუკვირდებით საკუთარ თავს, აი ამ კუთხით, თუ ღვთის წინაშე როგორ დგავართ და რა ხარისხის მოშიშობა გვაქვს, რა ხარისხის სიმდაბლე და რა ხარისხის აღქმა საკუთარი ცოდვილობისა, რა ხარისხის სულის გულის შემოსრულება. და ასევე თუ დავაკვირდებით ჩვენს ურთიერთობას მოყვასთან და ვიქნებით გულწრფელნი საკუთარი სინდისის წინაშე მაინც აღმოვაჩენ საშინელ დეფიციტ სიყვარულის. იმდენად საშინელს, რომ გული შეიძლება მოგიკვდეს, რას გავხარ, ეტყვი საკუთარ თავს ადამიანო.
როგორ შეიძლება რაიმე პრეტენზია გქონდეს და ცდილობდე რომ გერქვა სახელი ქრისტიანისა შეხედე. იოტის ოდენათაც კი არ შეგიძლია რომ ქრისტეს უერთგულო ადამიანებთან ურთიერთობაში. მკვდარი ხარ, იმიტომ რომ სიყვარული არ აქვს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ღვთის მადლის ქვეშ ხდება, ეს კი არ დაგაძაბუნებს, ეს კი არ დაგდრგუნავს. სასოწარკვეთილებაში კი არ ჩაგაგდებს, არამედ როგორც ხშირად ვითქვავს, მოჭიმული ზამბარას მდგომარეობაში აღმოჩნდები, რომელიც გაშლას ცდილობს და ახსვლას ღვთისაკენ და ისევ ღვთის ძიებაში რეალიზდება. აი ეს ამგვარი განწყობა ღვთის ძიებაში რეალიზდება. უკან კი არ დაიხევ პირიქით, აი ესეთი ვარ და მაინც გიყვარ ვარ. და მთელი არსებით მიეცემი კვლავ ღვთის ძიებას. მოელოდა ნუგეშინის ცემასა ისრაელისას. მისი ეს სიმართლეც და მოშიშობაც საქმეში გამოვლენილია, იგი მოლოდინის მდგომარეობაშია. ნუგეშინის ცემა ისრაელის, ამაში არ იგულისხმება უბრალოდ სამშობლოს სიყვარული როგორც ასეთი, თუმცა ესეც იგულისხმება სამშობლოს გამოხსნის სურვილი. მაგრამ ამავე დროს ამ სიტყვებში იგულისხმება ამ შემთხვევაში გარდა სამშობლოს სიყვარულისა ის რომ ისრაელი როგორც ასეთი, ეს არის ღვთის რჩეულიერი, ზოგადად ყველა, არა მარტო ებრაელი, არა მარტო ქართველი, არამედ ყველა ადამიანი. ანუ ის ერთობა, რომელიც ქრისტიანთა ერთობად იწოდება, რომლის ნაწილის თვითონ არის. ანუ აქ ჩანს მისი მზრუნველობა სამყაროზე, ეს ბერული სული, მონოზნური სული, რასაც ქვია, ადამიანი, რომელიც პასუხისგებლობით ეკიდება აი ამ თავარ საქმეს, საკუთარ თავზე იღებს პასუხისგებლობას ილოცოს მთელი სამყაროსათვის. ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანს აქვს სული ქრისტეს, სხვანაირად ეს შეუძლებელია ადამიანს თვითონ დამოუკიდებლად. შვილი თუ უყვარს, კიდე კარგია, თორე მოყვასი არ უყვარს და როგორ შეიძლება მთელი სამყარო უყვარდეს. თორე მთელი სამყარო სიყვარული ვიცით, როგორ უყვართ ხოლმე მთელი სამყარო და გვერდზე მეზობელი არ უყვართ. მე ამგვარ სიყვარულს არ გულისხმობ სამყაროს. როცა მთელი სამრევლო გიყვარს და ერთი შენი სულიერი და ან ძმა არ გიყვარს, ამას არ გულისხმობ. მე გულისხმობ ნამდვილ სიყვარულს სამყაროსი, ადამიანების. და ეს მხოლოდ ქრისტეს სულით არის შესაძლებელი, სხვანაირად ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. ადამიანს ამის უნარი არ აქვს. წყარო სიყვარულისა ხომ ადამიანი არ არის. ანუ მისი ეს მდგომარეობა, რომ იგი მოლოდინში იყო, როდის ექნება ნუგეში, ღვთის რჩეულერს, ეს მოლოდინი, მისი ცხოვრების საზრისად ქცეული ეს მოლოდინი ნიშანია იმისა, თუ როგორი სულის ადამიანი იყო. რომ მან მისცა უფლება, სული წმინდას, რომ მის გულში დამკვიდრებულიყო. უფლება. ჩვენ უნდა მივცეთ უფლება ღმერთს დამკვიდრდეს ჩვენ გულში. და არ გაგვიკვირდეს, ჩვენ ვიცით, ხო ეს სიტყვები ყოველი ადამიანის გულთან ვრეკ ეგების ვიღაცა მისმინოს. შენ უნდა მისცე უფლება ქრისტეს, რომ შენ გულში შემოვიდეს და თუ შენ აღმოაჩენ შენს ყოველდღიურობაში რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევებში რაღაც ისეთი მდგომარეობა რო გექნება არაორდინალური, როცა შენ დაფიქრებას ვერ ასწრებ და ისე რეაგირებ არაქრისტიანულად, როცა შენი გული შეიკუმშება რაღაცა სტრესიდან და აღმოათხევს არაქრისტიანულ სულს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გულში ქრისტე არ არის და ყველაფერი ეს გარეგანი მოჩვენებითი და ხიბლის მდგომარეობა შეიძლება იყოს. ან იმ ყოველდღიურობაში, როდესაც გბეზრდება შენ სულიერი ცხოვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ შენს გულში შენ არ აძლევ უფლებას ქრისტე შემოვიდეს, იმიტომ რომ შენს გულში რომ ქრისტე იყოს, შენ ამგვარად არ მოიქცეოდი. ხოლო შენს გულში ქრისტე იმიტომ კი არ არის, რომ ის არ მოდის ან გტოვებს, იმიტომ რომ შენ არ უშვებ ყოველი ადამიანის გულთან მდგავარ და ვრეკ ეგების ისმინოს. გესმით, თითოეული ჩვენთაგანი, როცა არაქრისტიანულად ვფიქრობთ, განმისთი და ვიქცევით, ამით ვადასტურებთ. საკუთარ თავს უდასტურებ, უფალო შენ მიკაკუნებ და მე არ გიშვებ. აი ის მოელოდა, იმიტომ რომ მის გულში იყო მადლი სული საწმინდისა და წერია კიდევაც ეს გრძელდება 25 მუხლში ლუკა მახარებლის მეორე თავისა, სული წმინდა იყო მის ზედ. წარმოიდგინეთ, მართალი, მაგრამ ძველი აღთქმისა. რაღა ითქმის ჩვენზე? რა პოტენციური შესაძლებლობა გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს, რომლებიც არა მხოლოდ ნათვალღებულნი, არამედ მირონცხებულნი ვართ.
როცა თითოეულ ჩვენთაგანს მიგვიღებია წინდი, ანუ ის ჩანასახი, რომელიც არის ცოცხალი რწმენა, რომელიც არის ახალი ადამიანი, რომელიც ქრისტესთან ერთად არის, რომელიც სული წმინდასთან ერთად არის. ანუ ღმერთია ჩვენში. ანუ ჩვენი მდგომარეობა პოტენციურად ისეთია, რომელიც მდგომარეობას არ ქონდა და ვერ ექნებოდა მართალ სვიმეონს. მართალი სვიმეონი აი ესეთი დიდი და დიდებული გარდაიცვლება რა, მიდის იქ, სადაც ღმერთი თავის სიხარულით არ არის, მიდის ჯოჯოხეთში და შემდეგ უფალი ამოიყვას. ჩვენ ხედავთ რა მდგომარეობა გვაქვს ახალი აღთქმის ადამიანებს, ესე გვასწავლის ქრისტიანობა. და ეს სწავლება ჩვენთვის თეორია თუ დარჩა, რა ფასი აქვს ჩვენ აკყოფნას. ეს სწავლება ჩვენ უნდა განვიცადოთ, ჩვენ უნდა მივხვდეთ ჩვენი გულით, არა მხოლოდ ინტელექტით, არამედ გულით. არა უბრალოდ დავიჯეროთ, არამედ ჩვენს გამოცდილებად იქცეს და ეს გამოცდილება როცა იქცევა, აი მაშინ გავხდებით ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები. შემდეგ აგზელებს უკამახარებელი, რომ რა ქონდა უწყებული მას სულისაგან წმინდისა, არა ხილვად სიკვდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისა. მე არ მინდა რომ ეს სიტყვები დარჩეს ისტორიაში არ მინდა დარჩეს ეს სიტყვები ისტორიაში მართალი სვიმეონის საკუთრებად მხოლოდ რომ მან მიგი იყო უწყებული ღმერთის მიერ, სულიწმინდის მიერ, რომ სიკვდილს არ იხილავს. ვიდრე არ იხილავს ცხებულს უფლისას, ანუ ქრისტეს. მე არ მინდა ეს მხოლოდ მისი საკუთრება იყოს. და მე დარწმუნებულიც ვარ, ეს რომ მხოლოდ მისი საკუთრება იყოს, ეს რომ მხოლოდ ისტორიული კუთვნილება იყოს, ეს მუხლი წმინდა და ჩვენ საცხოვნებლად არ იყოს მოცემული, ჩვენს დასამოძღვრად არ იყოს მოცემული, იგი ვერ იქნებოდა, არ იქნებოდა წმინდა წერილში. შეიძლება ვიღაცა მეკითხოს, ესე იგი მეც უნდა ვიხილო, მეც უნდა მქონდეს უწყება სულიწმინდის მიერ, რომ არ მოვკვდები, სანამ ქრისტეს არ ვიხილავ. ჩვენ ესეთი უწყება თითოეულ ჩვენთაგანს აქვს. ჩვენ გვაქვს ეს უწყება მიღებული, ჩვენ ვართ ნათელღებულნი, ჩვენ ვართ მირონცხებული, ჩვენს გულში პოტენციურად კი არა, არსობრივად მკვიდრობს ქრისტე თავისი მადლით. ეს რომ ესია უფალი გვასწავლის, სასუფეველი თქვენს გულში ეძებეთო. ეს ესია, ეს ნამდვილად ესია, თავად უფალი ესე გვასწავლის. უფალი ამავე დროს მოძღვრის ჩვენ ეუნება რა თომა მოციქულს, ნეტარია ის, ვისაც არ უხილავდა ვრწმენე. უფალი გვეუბნება, რომ არადის ჩვენთან არის, მათამახარებლის ბოლოს. უფალი გვეუბნება, რომ ვინც შეჭამს მის ხორცს და სისხლს, ის იქნება დამკვიდრდება მასში და მასში დაიწყება ახალი სიცოცხლე. უფალი გვეუბნება, რომ იგი მამასთან და სულიწმინდასთან ერთად მოვა და ჩვენს გულში დაიდებს ბინას. მამა, ძე და სულიწმინდა და ჩვენ მეოთხე ვიქნებით ჩვენს გულში პიროვნულად. ერთად ვიქნებით. ეს ყველაფერი უფლის სწავლებაა. კიდევ ვიმეორებ, ღმერთმა დაგვიფაროს ისე გარდავიცვალოთ, რომ ეს სწავლება ჩვენთვის თეორიად დარჩეს. და ცოტათი მაინც ჩანასახზე კიდევ უფრო რაღაც ცირეთი მაინც არ გქონდეს, ცოტათი მაინც ამის გამოცდილება, რომ ღმერთი არის და ჩვენ გულმა ეს არ დაგვიდასტუროს, ღმერთთან უკრავს ჩვენ ესე წავიდეთ. ამიტომ ეს უწყება ჩვენ მოცემული გვაქვს ჩვენი სარწმუნოებით, ჩვენი ნათლისღებით, ჩვენი მირონცხებით, ჩვენი წმინდა წერილით, ჩვენი ეკლესიური საიდუმლოებებით, წმინდა ზიარებით მოცემული გვაქვს ეს. ვიცით ეს, თითოეულ ჩვენთაგანმა იცის ეს საკუთარ თავზე, უნდა იცოდეს ეს საკუთარ თავზე. და არ უნდა გარდავიცვალოთ ისე. ამ ქვეყნიდან არ უნდა წავიდეთ ისე, სანამ ჩვენ არ გვექნება ცოცხალი რწმენა ქრისტეს, ადამიანად მოსული ღმერთის, მკვდრეთით აღმდგარი ღმერთის ჩვენთან მყოფობისა. ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი. და ხშირად გეუბნებით წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი როგორ ამბობდა, ვისაც არ აქვს გულში განცდა იმ ცოცხალი წყაროსი, რომელზეც უფალი საუბრობს, მორწმუნეებს მიეცემათო, რომ ეს წყაროს თვალი გულში და იქნება გადმოდინება ჩვენი გულიდან და ნათელნი შევიქმნებით ამ სოფლისა, ვისაც ამგვარი წყაროს თვალის ცემის განცდა არ აქვს, ის ქრისტიანად არ ჩათვალოთ.
ქრისტიანი არ არისო სიმონახალი ღვთისმეტყველი ამბობს. აი ესეთი უნდა იყოს ქრისტიანი. ანუ ეს უწყება ჩვენ გვაქვს და თითოეულ თქვენთაგანს ღმერთმა განაცდევინოს. ოღონ არ დაგავიწყდეთ ის სიტყვები მოშიში, უფლისა, რომელიც ნიშნავს ჩვენ სიმდაბლეს, გულის შემოსრულებას, საკუთარი თავის დაცემული ბუნების ადეკვატურ აღქმას არ დაგვავიწყდეს, თორე ეშმაკს არ ძინავს, იმის გარეშე აი ამ მეორის ძიება ადამიანს ხიბლისკენ წაიყვანს და სულს დაუღუპავს. მოვიდა სულითა წმინდითა ტაძრად. აი ამგვარი სვიმეონი მოდის ტაძარში და აი ამგვარი სვიმეონი ხვდება ქრისტეს. ამიტომ როცა ჩვენ მოვდივართ ეკლესიაში, მაშინ როცა განსაკუთრებულად ვეზიარებით, და ჩვენ გვაქვს რა და ამის გარეშე ღმერთმა დაგვიფაროს, გვაქვს და უნდა გქონდეს განცდა იმისა, რომ ქრისტეს შევხვდეთ, დღეს მაინც ვეზიაროთ, როცა საიდუმლოებას მივიახლებით და ამისათვის ჩვენ ვიღვაწეთ, ვიწვალეთ ლოცვაზე, ღამე, წინა დღეებში ვცდილობდით, ვფიქრობდით განსაკუთრებულად როცა სახში ვიყავით ლოცვისას, როცა აი ამგვარად წვალობს ადამიანი, ამგვარად სურს რომ მოხდეს და თუ ამგვარად ცდილობს, ის მოდის სულიწმინდის მიერ ტაძარში. და თუ მოდის სულიწმინდის მიერ მოხდება ეს შეხვედრა. ამიტომ ყოველთვის, როდესაც ჩვენ აქ მოვდივართ, აქედან ცარიელები მივდივართ, აქედან თუ და საიდან იგრძნობა ეს, როცა ცარიელი მიდიხარ, როცა გადიხარ და კარების ზღულბზე რო ტოვებ ყველაფერს. ან აქაც ვერ განიცდი, მაგრამ თუ კიდე რაღაცას განიცდი და იქვე რო დატოვებ. ეზოს იქით რო აღარ გაგცდება. თუ ესე ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ის წინაპირობა, რაც აქამდე ვისაუბრეთ, ჩვენ შემთხვევაში შესრულებული არ არის. ჩვენ ამ ყოველივეს ყურადღებას არ ვაქცევთ, არ ვიხსვით, არ ვწვალობთ, არ ვცდილობთ. და შედეგიც სახეზეა. არაფერი არ მოგვაქვს და რა უნდა მოვიტანოთ? ის რაც ვთქვით, ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი ნაბრძოლი და ბრძოლაში ნაწრთობი სული უნდა მოვიტანოთ. და თუ არ მომაქვს ესეთი სული, მაშინ ვერაფერს ვერ წავიღებ. და თუ ვერ მიმაქვს, ესე იგი უნდა გამოვასწორო ჩემი ცხოვრება. თორე ეს წლები გაივლის და ხელში არაფერი არ დამჩება. და შემდეგ ეს საოცარი სიტყვები, რომელსაც წაგიკითხავთ, აი შეხვედრა როგორ ხდება და მიიქვა იგი მკლავთა თვისთა ზედა, აკურთხევდა ღმერთსა და თქვა, აც განუტევე მონაიშენი მეუფეო სიტყვისეებ შენი სამშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი. ეს საოცრად ლამაზი სიტყვები, რომელიც რავალმა ჩვენთაგანმა ალბათ ზეპირად იცის, მაგრამ აი აქაც როგორი სიღრმე ისეთი საერთოდ იმდენია და ისეთია წმინდა წერილში სხვა მოუწურავია, მაგრამ აი რაც შეიძლება ხა ჩვენ გულის თვალს შეეხოს, აი ესე შეიძლება ვთქვათ, რომ აი მან მიიქვა კვლავთა ზედა. ანუ გულში ჩაიხუტა მაცხოვარი. აი აქ არის სიყვარულის გარეგანი გამოვლინება საოცარი, ხო? სიყვარულის გარეგანი გამოვლინება, რომ ჩვილ მაცხოვარს გულში ჩაიკრა, როგორც ყველაზე ძვირფას. და აი აქ საკუთარ აქ ჩანს მორწმუნე ამ შემთხვევაში მართალი სვიმეონის და აქედან გამომდინარე თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების საზრისი, რითი უნდა სუნთქავდე, რითი, რომ დადიოდე და სულ ეძებდე, რომ გულში ჩაიკრა. დადიოდა, ეძებდე გულში ყველაზე ძვირფასი, ერთადერთი ძვირფასი უпроსტო და სხვა არაფერი, ყველაფერი რომ გაფერმქთალებულია მის წინაშე და თუ რაიმეს ფასი აქვს. განსაკუთრებულად ფასი აქვს ადამიანისადმი სიყვარულს, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ აი მიზანს ახორციელებ, ის ცხოვრების საზრისი შენ თვალწინ არის, რომ გულში გინდა შახუტებული ყავდეს,
შენი გულის ნაწილად გინდა იქცეს. და აი ამის მერე მთელი შენი ცხოვრება ნაკურთხია, შეიძლება ასე ითქვას და შეუძლებელია მერე მოყვასი არ გიყვარდეს, რომელიც იმ გულში ჩახუტებულის შვილიცა და ხატიცა. აკურთხებდა, ჩაიხუტა და აკურთხებდა ლოცულობს, ადიდებს. ჩვენი ცხოვრების საზრისის კიდე ერთი გამოვლინება. არა მარტო ჩახუტებული გაქვს, არამედ მთელი შენი ცხოვრებით, არა მარტო ბაგეებით, არა მარტო გულით, არამედ მთელი შენი ცხოვრებით ღვთის დიდებაში ხარ. და აი ესე ცხოვრობ. და აი ამ ცხოვრებისეული საზრისის სწრაფი საზრისი, აი ცხოვრების საზრისი და მიზანი ესეთი რო გაქვს, აი ამგვარი ცხოვრების შედეგი. შედეგი აქვე ჩანს ამ სიტყვებში, იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი და ხილვა ღმერთისა. რა თქმა უნდა, მე აქ ამ შემთხვევაში ფიზიკურ ხილვას არ გულისხმობ. იყვნენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი წმინდანები, რომლებიც ღმერთს როგორც სინათლეს ისახედავდნენ, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. ამ შემთხვევაში საუბარია ხილვაზე, რომელი ხილვითაც თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება ხედავდეს ღმერთს. ოღონდ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბეჭედი, ნაყოფი ჩვენი სწორი ცხოვრების. დღეს არის მირქმა, როგორ მიირქვა, როგორ ჩაიხუტა გულში ხმამაცხოვარი მართალმა სვიმეონმა, როგორ შეხვდა მას და ეს არის პატარა სახელმძღვანელო ყოველივე ის, რაც ჩვენ წავიკითხეთ იმისა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ ჩვენ ღმერთს და როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ეს მოხდეს. ღმერთმა მოგცეს ამის ძალა, შეძლება, სწორი ხედვა და მართალი სვიმეონი იყოს მეოხი თითოეული ჩვენთაგანისა. აი ამ დიდებულ საქმეში, ჩვენი ცხოვრების მთავარ საზრისში. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.